მთავრობა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს. ოცნების ლიდერები ზუსტ ვადებზე არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ დოკუმენტი მალე მზად იქნება. მართულ გუნდში ამბობენ, რომ სარჩელი ძალადობრივი ოპოზიციური პარტიების საქმიანობას სრულად და უბადოდ აკრძალავს. ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, ოცნება რეპრესიულ პოლიტიკას ატარებს და ოპონენტების ჩამოცილებას ამ გზით ცდილობს. მათი თქმით, იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელმაც ბოლო წლებში წინა ხელისუფლების მრავალი ყოფილი მაღალჩინოსანი შეიფარა, ნაციონალური მოძრაობის აკრძალვაზე საუბარი არასერიოზულია. ქართულ ნაციონალურ მოძრაობას კი არ აკრძალავენ. კიდევ ერთხელ რომ ქართულ დემოკრატიას გრძალავენ. ამიტომაც ძალიან მარტივია ქუჩაში უნდა დავიბრუნოთ თავისუფლება და ეს პარტიული ბრძოლა არ გახლავთ უბრალოდ ნაციონალურ მოძრაობას სურო დატოვონ თუ არ დატოვონ, მაინც მნიშვნელობა არ ეხება თუ ქვეყანაში დემოკრატია იქნება გაუქმებული და თუ არჩევნები არ იქნება ამ ქვეყანაში და თუ თავისუფლად მოძრაობნი ადამიანები ციხეში იქნებიან და თუ არანაირი პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში დემოკრატიული არ იქნება, ხო? ამიტომაც ეს პარტიული ბრძოლა კი არ გახლავთ, უკვე ეს არის ეროვნული ბრძოლა. პოლიტიკური ოპონენტები უნდა დაამარცხოს სიტყვით. და თუ არგუმენტი არ ყოფნის და დებატებში ვერ ამარცხებ, ამორჩევლის გულში, გემოვნებაში ვერ ამარცხებ ოპონენტს და მიმართავ ძალას, რომ კანონის ძალით დახურო პარტია, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ არ გეყო არგუმენტები. ესე იგი, პოლიტიკურ პროცესში დამარცხდი და უბრალოდ ძალით კიდე დააკომპენსირო ის, რაც ვერ შეძელი დებატები. რუსეთი ამ ქვეყანაში დამყარდება მაშინ, როდესაც ყოღახიძე მაგ საწადელს მიაღწევს, აკრძალავს პარტიებს, აკრძალავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, დახურავს მედია საშუალებებს და საქართველოს ბელორუსიზაციისცია დამთავრდება ამ ყველაფრით. ეგ არის მათი მიზანი, შესაბამისად საფრთხე აბსოლუტურად რეალურია, არავინ არ დაუშლის მათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვით. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მოკავშირე პოლიტიკური სპექტრის ასამხელო საზოგადოების თუ თავისუფალი მედიების არის ის ქართული საზოგადოება, ვისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, ვისთვისაც გვინდა პლურალიზმი პოლიტიკურ სივრცეში. ჩვენს და ყველამაც ნახა ის რეალობა პირდაპირ ეთერში და ის მტკიცებულებები, რომ საერთოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბარიც არ შეიძლება იყოს, როდესაც ჩვენ უყურებთ, ვხედავთ და ვკითხულობთ იმ უბედურებებს, რაც ჩაიდინა დედანაც მოძრაობამ და მისმა ფილიალებმა, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს განსაკუთრებით, არ დააკლეს შემდგომ ოპოზიციაში გადაბარგების დროსაც. რასამალი და საიდუმლო არაფერი არ იქნება სარჩელში და რა თქმა უნდა, ასევე არაფერი არ იქნება საიდუმლო იმ გადაწყვეტილებაში, რომელშიც დარწმუნებული ვართ, რომ იქნება გაუქმება ამ ანტიკონსტიტუციური ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ძალის. არჩევნებამდე 5 დღე რჩება. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბოიკოტში რჩება. პაატა ბურჭულაძის მოძრაობა, რუსთაველის გამზირი და ოპოზიციური პარტიების ნაწილი მოქალაქეებს 4 ოქტომბერს ქუჩაში გასვლისკენ და ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობისკენ მოუწოდებენ. მათივე თქმით, ქართული ოცნების დაგეგმილ თამაში მონაწილეობას არ აპირებენ. რევოლუციურ სცენარს არ ემხრობა ოპოზიციური პარტიების ნაწილი. პროცესში გაერთიანებული ძალებით მონაწილეობენ ლელო ძლიერი საქართველოსთვის და გახარია საქართველოსთვის. არჩევნებში მონაწილეობს პარტია გირჩი. პარტიის ლიდერების თქმით, არჩევნები ის ბერკეტია, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებისთვის ძალაუფლების ჩამორთმევისთვის უნდა გამოიყენოს. ქართული ოცნების ლიდერების თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა. მათივე თქმით, თუ 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე კანონთან შეუსაბო მოქმედებებს ექნება ადგილი, ამას სხვადასხვა უწყებების მხრიდან შესაბამისი ნაბიჯი მოხვდება. 4 ოქტომბერი არის ქართული ხალხის გამარჯვების დღე. უნდა ვიყოთ უპროცედოდ ბევრნი, ივანიშვილის სისტემა არის უპროცედოდ დასუსტებული, გადაკიდებული ერთმანეთს და ამ მომენტით, რა თქმა უნდა, შეუძლებელია რომ არ ესარგებლოს ქართველმა ხალხმა. რაც შეეხება მშვიდობიან დამხობას, ეს არაერთხელ განიმარტა, კაცი დაიჭირეს იმის გამო, რომ პირდაპირ ეთერში განმარტავდა რა არის მშვიდობიანი რევოლუციების არსი, როგორ მოხდა მშვიდობიანი რევოლუციები სომხეთში, საქართველოში, თუმცა იმის გამო, რომ კონკრეტული ტერმინი თითქოს და სისხლისამართლაში რაღაცას უკავშირდება, ამის გამო იქნა დაკავებული. 4 ოქტომბერს არის არჩევნები, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ქალაქი არ დაუტოვოთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე კორუმპირებულ პოლიტიკოს კალაძეს, მნიშვნელოვანია, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ ქართულ ოცნებას აბსოლუტურად ყველა წერტილში და ჩვენ ამით ვიქნებით დაკავებული და აგრეთვე პატივს ვცემთ ყველა იმ საქართველოს მოქალაქის არჩევანს, რომელიც 4 ოქტომბერს გადაწყვეტავს, ისე როგორც 300-ზე მეტი დღე არის, იყოს პროტესტის ნაწილი ამ დღესაც. მე იმედი მაქვს, რომ რამდენიმე ათეული ახალი საკრებულოს წევრი გვეყოლება შაბათს საღამოს და ჩვენ დავიწყოთ ფიქს, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი პარტია, როგორ ეფექტიანად იმუშაოს ამ ახალმა ადამიანებმა, რომ კიდევ უფრო მეტი ხარჯერა მოვიპოვოთ მომავალში. ხო, დანარჩენი პარტიები, ვინც ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის ემზადებიან, მე მგონი უბრალოდ მორიგ რაღაც წარუმატებლობასთან იმედგაცრუების წინაშე აღმოჩნდებიან და ალბათ დამსახურებულად კიდეც. პაატა ბურჭულაძეს სერიოზული საუბარი შეუძლებელია. დააკვირდით ადამიანი რას ლაპარაკობს,
რა ტიპის განცხადებებს აკეთებს. საერთოდ არალოგიკურია მისი მხრიდან გაჟღერებული მესიჯები. არჩევნებში გაიმარჯვებს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, როგორც დედაქალაქში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში ვიზეიმებთ გამარჯვებას, არანაირი რევოლუცია, არანაირი სახელმწიფო გადატრიალება არ და ვერ მოხდება. თუ კი ვინმე გაბედავს კანონის წინააღმდეგ წასვლას, ამას მოყვება ძალიან მკაცრი რეაგირება, რა თქმა უნდა, ასევე კანონის ფარგლებში. საქართველოს პროკურატურამ ლელოს მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც ცნობილია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162 მუხლით მიმდინარეობს. უწყებაში აცხადებენ, რომ ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებენ. გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება მათ შორის ის პირი, ვინც ფიგურირებს აუდიო ჩანაწერში. კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო აუდიო ჩანაწერს ასაჯაროებს, რითაც მათივე ინფორმაციით დასტურდება კოალიციის ერთ-ერთი მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლის, ძალადობის, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობა, რის გამოც მან კანდიდატურა მოხსნა. როგორც ლელო ძლიერი საქართველოს და პარტია გახარია საქართველოსთვის მერობის საერთო კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ლელო ძლიერი საქართველოს ყიზილ-აჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლა სუსისა და ადგილობრივი პოლიციელების ჩართულობით განხორციელდა. ცნობისთვის ლელო ძლიერი საქართველოს ყულარის, პირველი ქესალოს, ყიზილ-აჯლოსა და ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატებმა კანდიდატურა ქართული ოცნების სასარგებლოდ მოხსნეს. გარდა ამისა, კანდიდატურა მოხსნა ლელოს ბოლნისის მერობის კანდიდატმა ასაბ ჩირაგოვმაც. კოალიცია ძლიერ საქართველოს ლელოს წევრებზე, მაჟორიტარებზე, მერებზე, ჩვენს ადგილობრივ ლიდერებზე მიმდინარეობს ძალადობრივი ზეწოლა და შეტევა ანტიქართული ოცნების ივანიშვილის, კახაკალაძის და სუსის მხრიდან. ეს ყველაფერი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართულ ოცნებას ეშინია ჩვენი მონაწილეობის, წინააღმდეგ შემთხვევაში არ არსებულია, რატომ სჭირდება მას ზეწოლა და ძალადობა განსაკუთრებულად რეგიონებში ჩვენს წევრებზე და კანდიდატებზე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ საქართველოს პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში სახელმწიფოს კუთვნილი 403.095 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულია შპს გურია ენერჯის დირექტორი და საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი. ასევე საზედამხედველო კომპანიის კიდევ ერთ თანამშრომელს ბრალდება წარედგინა. საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობას, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენებას. კერძოდ, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი 3.52 კილომეტრის სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში შპს გურია ენერჯის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი მჟ ტენდერის შესრულების კონტროლსა და ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის პრ-ს დახმარებით ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა გამოყენების გზით მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 403.095 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი. საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების ნაწილისთვის კანონიერი სახის მისაცემად აუცილებელ მოქმედებებში გიორგი ბაჩიაშვილმა საკუთარი მშობლებით ჩართო. კერძოდ, პროკურატურის ცნობით გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-23 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2,940,957 ამერიკული დოლარისა და 1,097,197 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით. ორივე პირის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ, რაც სასჯელის სახით და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომ სახელმწიფო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგული 9 მილიონი ლარის ამოღებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს და თეიმურაზ ჯანაშიას ერთად ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად 8.312.827 ლარის გადახდა დაეკისრათ. მოსამართლის გადაწყვეტილებით უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 651.540 ლარი. ცნობისთვის ორივე მსჯავრდებულს ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. მიხეილ სააკაშვილს აღნიშნულ საქმეზე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თეიმურაზ ჯანაშიას კი 300.000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, რის შემდეგაც სასამართლოში მათ წინააღმდეგ გაფლანგული ფულის რომის ოდენობა 9 მილიონ ლარამდეა ამოღების მიზნით სახელმწიფომ სამოქალაქო დავა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ ჯგუფურად შეძენა შენახვის რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტზე 2 პირი დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბათუმში ბრალდებულების პირადი საცხოვრებელი ბინის და ავტომობილის ჩხრეკისას ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი. ბრალდებულების საცხოვრებელი ბინიდან ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასუებისთვის საჭირო მასალები, მათ შორის ელექტროსასწორები. მოლდოვას საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პარტია ლიდერობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით ხმების 99.9%-ის დათვლის შედეგად საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია ხმების 50%-ზე მეტით ლიდერობს. საერთაშორისო ლიდერებმა მაია სანდუს პარტიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცეს. ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტების თქმით, მოლდოვაში ჩატარებული არჩევნები დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების დადასტურება. უკრაინის საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი აცხადებს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელების უფლება მისცა. კელოგის თქმითვე, ამ ხრივ ხელშეუხებელი ადგილები არ არსებობს. მისივე თქმით, უკრაინელებს არ სურთ ამერიკული ჯარები ადგილზე, ის რაც მათ სურთ არის იარაღი და მისი გამოყენების უფლება. მისივე თქმით, რუსეთი ომს არ იგებს, რადგან ეს რომ ასე იყოს, ისინი ახლა უკრაინის დედაქალაქში იქნებოდნენ.